ველოდებით მეგობრების შემოერთებას. დიდი მადლობა ყველას, ვინ ჩვენთან ერთად არის. დღეს ვეტერანთა დღეა, მივლოცოთ ყველას. თემა მძიმე გვაქვს, ამიტომ ნაკლები დრო მილოცვებს პათეტიკას, ალბათ უფრო საქმესთან დაკავშირებით. ყოველი დღე პოლიტიკურად მძიმდება ქვეყანაში და არ ამგონია რომ ეს კარგის მომასწავლებელი იყოს. სათაური დღეს მიანიშნებს იმას, რომ ჩემი აზრია, ამ შემთხვევაში არა მეცნიერთა კონგრესის, არამედ პირადად ჩემი აზრია, რომ საქართველოში სული ილუსტრაციის პროცესი მიდის. Facebook-ზე დავიდო ცოტა სიტყვა შეცდომით, ბოდიშს საქართველოში სული ილუსტრაციის პროცესი მიდის, ხელისუფლებაშიც, ოპოზიციაშიც, გარეძალებშიც, საინფორმაციო საშუალებებშიც, საზოგადოებაშიც. საინფორმაციო საშუალებებში უკვე დიდი ხანია დასრულდა ეს ილუსტრაციის კანონი, ილუსტრაცია და ყველა გაირკვა უკვე არის მხოლოდ სახელისუფლებო და არის ოპოზიციური. ამიტომ ყველაფერია გარკვეულია. ეხლა რჩება ძალიან ბევრი რამ, რომელიც ყველაზე მეტად შემაწუხებელია ჩემთვის, უამრავმა ადამიანმა, მათ შორის მეცნიერთა კონგრესთან დაკავშირებულმა არაერთმა პიროვნებამ, თუმცა ბირთვი მეცნიერთა კონგრესის ჯანსაღია, რაღაც, ესე იგი, ლომგულის როლში გამოიყვანა ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი და საუბარი არის იმაზე, რომ თურმე ვიღაცა ეროვნული ლიდერი ხდება და ასე შემდგომ. ისეთ ხალხს დაემართა ეს, რომლებიც გუშინ წინ სასწაულად ლანძღავდნენ და აგინებდნენ. გასაგებია ახლა ჩემთვის ეს რასაც ნიშნავს და ამიტომ არ ვეხები დამატებით მე ამ დამატებით ამაში არ შევდივარ, არც კონფლიქტში, არც კამათში მათთან, არც გვარებს არ ვასახელებ. ერთმა ისეთმა პიროვნებამ დღეს რომელიც ამ სოფლის საკითხებშია და მეუბნებოდა რომ სოფელი დააქციეს და აანგრიეს, გააუბედურეს, დღეს კიდე სხვა საუბარი დაიწყო. აშკარაა რომ მართლაც დიდი ილუსტრაცია მოხდა საქართველოში. აშკარაა რომ შინაგანად მაინც უამრავს, ვინც ზედაპირზეა, რუსული განწყობები ჰქონდა და ამერიკის და ევროპის განწყობა მიაჩნია ეროვნულობად. ეს არის სრული ესე იგი გაუგებრობა და აბსოლუტურად არაქართული. როგორ შეიძლება რომ რომელიმე ქვეყნის ლანძღვა და გინება, მით უფრო ამერიკის და რუსეთის ლანძღვა გინება მიიჩნიო, ესე იგი ეროვნულობად და ესე იგი ეროვნული ლიდერობა ნიშნავს იმას თურმე რომ თუ ლანძღავ ამერიკას, თუ ლანძღავ ესე იგი ევროპას, ეს ყოფილა დღეს ეროვნული ლიდერობა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავის დროზე დაჩაგრულები აღმოჩნდნენ და ხმას ვერ იღებდნენ, როდესაც რუსეთს ლანძღავდნენ და რუსეთის ლანძღვა იყო ეროვნულობა.
დღეს ამერიკის განზღვა გახდა ეროვნულობა. ასეთი მერყევი საზოგადოება, რომელიც აი ტივტივებს, ზევით არის და ამაში ყველა თაობის წარმომადგენელია, ყველა თაობის ამაზე ხაზგასმა მინდა გავაკეთო, ეს არ არის მარტო ძველი თაობის წარმომადგენლებში, არამედ ბევრს დაემართა, ეს ნიშნავს იმას, რომ მართლაც დიდი ილუსტრაცია მიდის ქვეყანაში. შინაგანად ძალიან ბევრი აღმოჩნდა რუსული განწყობის და სიხარულით ხვდება ევროპისა და ამერიკის განწყობას. აი უბრალოდ გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება რომ საქართველოში რომელიმე ქვეყნის განწყობა და ამ შემთხვევაში ამერიკაზე და ევროპაზე ეს მძიმე საუბარი და თუნდაც საუბარი იმაზე რომ თურმე თუ დავკარგავთ ამ სავიზო რეჟიმი ჩვენ გარკვეული პერიოდი შეიძლება თავის დროზე დავღუპა, რითაც ტრაბახობდნენ რომ სავიზო რეჟიმი მოიპოვეთო, იმან დავღუპა, იმიტომ რომ დაიცალა საქართველო და დარეგისტრირდა ყველა უცხოეთში ვინც იყო, ვისაც ჰქონდა ეს პრობლემა დარეგისტრირდა, სავიზო რეჟიმმა საქართველოს 1 მილიონი ადამიანი წაართვა, ეხლა რეალურად ამ 1 მილიონ ადამიანს და დამატებით ვინც იყო ურთულეს პრობლემებს უქმნით და თანაც ხელოვნური ეს ყველაფერი. ხელოვნური. ეს რომ მართლაც ევროპისა და ამერიკაზე ასეთ საუბარი რომ ეროვნული იყოს, აი ამას კიდე აი უბრალოდ ჭკვიან ადამიანებს ძალიან ბევრს ვეკითხები ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ და ყველა ვინც აზროვნებს, ყველა ლაპარაკობს, რომ ეს არის აბსურდი. როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტყვის იმას, რომ ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კეთილი ინებოს, გამოთქმა, კეთილი ინებოს და დაგვარწმუნოს იმაში, რომ დიპსტეიტი არ მართავს ამერიკას, რომ ამერიკის ხელისუფლება ამერიკელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამას ვინც ეძახით თქვენ ეროვნულობას, ეს უკვე დიაგნოზია. დიაგნოზია, სერიოზული დიაგნოზია ეს. ეს არის ანტიქართული გამოთქმა. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება. ხელისუფლებაში ამას სხვათა შორის ხვდებიან ძალიან კარგად და ის აქციები, რომელიც მიდის დღეს დაჭერები და ბევრი რამ, არის იმით, რომ პრაქტიკულად ხალხს დაავიწყდეს ძალიან ბევრი რამ და ჩაუბარდეთ, მოუწყდეთ ჩვენ, ესე იგი, ქართულ ესე იგი, ხაზიდანაც გადავიდეთ, ევროპასაც ჩამოვცილდეთ, ამერიკასაც ჩამოვცილდეთ და ჩაუბარდეთ გარკვეულ ჯგუფს, რომელთანაც ურთიერთობა გვინდა, მაგრამ არა ფეხქვეშ გაგება. საქართველოს ხელისუფლება ფეხქვეშ ეგება, აი სწორედ ესე იგი იმ ქვეყნების ხელისუფლებებს, ხალხს არ ვამბობ მე, ხელისუფლებებს, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლას უამრავი თაობა შეეწირა ქვეყანაში. ჩვენ აი რუსეთის სიძულვილი იქნება 5 წლის შემდგომ. დღეს ამერიკის სიძულვილის იმაშვება, ვთქვათ, ხელისუფლება აღვივებს და აძლიერებს, ევროპის სიძულვილს აძლიერებს. აი მაგრამ 5 წლის შემდგომ, როდესაც ხალხი დაინახავს, რომ ჩვენ თავიდან ბოლომდე რუსულ ორბიტაზე ვართ, თანაც ძალიან ბევრი დღეს მიმტკიცებდა, რომ მოილაპარაკეს ამერიკამ და რუსეთმა და საქართველოს დარჩა რუსეთის ამის. ჩვენ სადაც არ უნდა დავჩეთ, ჩვენი ხაზი არის ქართული. ჩვენი ხაზი არის ქართული. როგორც კი რომელიმეს გავეგებით ფეხქვეშ, ეს იქნება ამერიკა, ევროპა, თუ რუსეთი, ჩინეთი, ირანი, თუ არაბული სამყარო და ასე შემდგომ, ეს იქნება ანტიქართული თავიდან ბოლომდე. მე ყველას მინდა კითხო ერთი, ვინც ასეთ განწყობაზე ხართ. რა არის ქართული? საზღვრები რო არის ღიად? რო 180 ქვეყნის, 160 ქვეყნის წარმომადგენელს პრაქტიკულად უიზოთ რომ შემიძლია საქართველოს შემოსვლა, ეს არის ქართული. ვინ გააკეთა ეს? ოცნება. რა არის ქართული? ის რომ ნაციონალურ მოძრაობამ მთელი ენერგეტიკა ჩაუგდო რუსეთს ხელში, სახში გაზი, წყალი, დენი, რაც გვაქვს, ყველაფერი ამერიკულ კომპანიებს უხდით ფულს, პურია თუ მედიკამენტებია თუ ბავშვთა პროდუქტებია, ყველაფერი რუსეთიდან შემოგვაქვს, ეს არის ქართული. 80% დღეს რომელ საუკუნეში 14 წლის თავზე 80% პროდუქტების შემოგვაქვს გარედან, ეს არის ქართული.
საქართველო დაიცალა მიდის და მიდის ხალხი ეს არის ქართული საქართველოში მოდიან უცხოელები ეს არის ქართული საქართველოში შენდება ირანული სოფლები არაბული სოფლები არაბული შემოსევა ძალიან ძლიერი ეს არის ქართული ამერიკის ლანძღვას იმდენად ბევრი შეხვდა კეიფით ამ სიტყვისული მნიშვნელობით რომ დაივიწყეს ძალიან ბევრი რამ და უპირველესად ყოვლისა ის რომ რეალურად ჩვენთან შენდება ინდური სოფელი ირანული სოფელი ჩინური სოფელი ესე იგი არაბული სოფელი ეს არის ქართული რა არის ქართული რომ ის არის ქართული რომ ისევ დაუბრუნდეთ სწავლების იმ სისტემას როგორც იყო ადრე რომ დაწყებითის მასწავლებლებს უშვებდა ფაკულტეტი იყო მე იყო თქვა რომელიღაც მიმართულებების მიხედვით და ასე შემდგომ ეს არის ქართული რომ რუსული სისტემა ქართული არ ყოფილეს ეს არის ქართული აი ვიღაცამ ხო უნდა მითხრას რა არის ქართული ესე იგი თურმე ამ ადამიანებს მიაჩნიათ რომ ქართული ყოფილა ამერიკის და ევროპის ლანძღვა ისევე როგორც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს თავის დროზე მიაჩნდათ რომ რუსეთის ლანძღვა იყო ქართული არც რუსეთის ლანძღვა ქართული არც ამერიკის ლანძღვა ქართული არც ევროპის ლანძღვა ქართული არც მაშინ იყო და არც დღეს არ არის ქართული ქართული არის ქართველი ხალხის ინტერესებით ცხოვრება ქართული არის საქართველოს ეროვნული ინტერესებით ცხოვრება ქართული არის ის რაც ებიერი ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში ესე იგი გასრული თოფივით რო ეშინია ამ დოკუმენტის ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ქართული არის ეს ქართული არის პროგრამა 21 პუნქტიანი მიზანია სამშობლო და ადამიანი სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით საშუალებაა მიზნის მისაღწევად ქართული არის ის რაც დაკავშირებულია აი რაც აი აგერ მაქვს კიდე მიუხედავად იმისა რომ მე თბილისში არ ვარ დასავლეთში მივდივარ გზად და პრაქტიკულად ბიზნესთა გამო დაბრუნება მიწევს ისე უკან და აი აგერ ქართული არის ის რასაც ქვია მოქმედების მანიფესტი ერთი სამშობლო ერთიანი ერი გაერთიანებული სახელმწიფო მე ყველას მინდა უთხრა ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს უდიდესმა მამულიშვილებმა რომელთაც არასდროს არც რუსეთისკენ ქონიათ თვალი და არც ამერიკისკენ არც ევროპისკენ ყველასთან უნდათ კარგი ურთიერთობა მაგრამ იცოდნენ რომ ქართული სხვა რამე იყო და დაწერეს აი სწორედ ის რასაც ქვია მოქმედების მანიფესტი ერთი სამშობლო ერთიანი ერი გაერთიანებული სახელმწიფო აი ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს უდიდესმა მამულიშვილებმა ძალიან ბევრი გავიდა ამ ქვეყნიდან და მე არ ვარ ის პიროვნება რომ მათი ხელმოწერა დიდი მამულიშვილების როგორ ესე იგი მერაბ ბერძენიშვილის ხელმოწერა გადავაგდო და ბიძინა ივანიშვილს უსმინო როგორ ესე იგი ანზორ ერქომაიშვილის გივი თოიძის ტარიელ ხარხელაურის რეზო ჩხეიძის გიგა ბათიაშვილის რეზო ბალანჩივაძის ეს ხელმოწერები გადავაგდო და იმას უსმინო ესე იგი აი ამ აბსოლუტურად ფულის მონებს უსმინო ქვეყანაში შეშინებული ხართ ბიძინა ივანიშვილით ისინი ერთნი არიან შეშინებული ვაი ჩვენც არ მოგვადგნენ და მეორენი არიან შეშინებული მეორენი არიან მოდი გავეგები ფერქვეშ და იქნებ რაღაცა სამოკრა ხელი იქნებ რაღაცა ესე იგი რო თავისუფდება ახლა წრიან ვიღაცებს იქნებ მადადგილზე შევიდნენ საცოდავი საქართველო ბიძინა ივანიშვილი მისი პარტიით არ არის ქართული მოვლენა არ იყო მიხეილ სააკაშვილი თავის მოვლენით აბსოლუტურად არავითარი ქართული არ ქონდა არც ერთ არც მეორეს ამას ჩვენ მაშინ ვამბობდით როცა ისინი თანამდებობებზე იყვნენ და არიან დღეს მიხეილ სააკაშვილის დროს კიდევ კარგი ბატონ ზაალნემსაძეს კიდე აქედან ან უყურებს ან ნახავს ამ გადაცემას მინდა შეგახსენოთ ბატონ ზაალ რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ რომ გადავხედოთ ისევ იმ ინტერვიუებს რომელიც ქონდა მოცემული თქვენთან როცა თქვენ ამბობდით რომ ასეთი პრინციპული ინტერვიუები
არავისო ეს მიხეილ სააკაშვილის ეპოქაში. რატომ? იმიტომ რომ მე ისე ვიცხოვრე და ისე ვიმუშავე, რომ მე არ მეშინოდა მიხეილ სააკაშვილის და მე ისე ვიცხოვრე და ისე ვიმუშავე, მე არ მჭირდება ფეხბურთში გავეგო ბიძინა ემანიშვილს. ჩემთვის თავარია ქვეყანა, საქართველო, ქართული სული, ქართული ცნობიერება, ქართული გული. საქართველოში ყველა ერისა და ეროვნების წარმომადგენელთა ძალიან ნორმალური და კარგი ცხოვრება. მე ყველას მინდა ვკითხო, რა არის ქართული? ის დაპირისპირება, რომელიც ქვეყანაშია? რომელია ხელისუფლება? ხელისუფლება არის ის, რომელიც კრავს ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილი არის დაპირისპირებაზე ორიენტირებული. გიხარიათ დღეს ვიცი ახლა ტაშია ყველა სახში. და მე ვიცი, მე დინების წინამდე კი არ მივდივარ. მე უბრალოდ მინდა რომ მართალი ვიყო. თქვენ გიხარიათ დღეს რომ იჭერენ ვიღაცებს. მაგრამ ყველას მინდა გაგახსენოთ და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს. ახლა ის არც ტელევიზორს უყურებს, არც იმაზე, გამორთულია მე მგონი მასთან ყველაფერი სახში და მით უფრო Facebook-ს, მაგრამ ყველას მინდა გითხრათ რომ როდესაც დაინიშნა ღარიბაშვილი 2-3 გამოსვლის შემდგომ თქვით რომ მოვიდა გაუგებრობა, მოვიდა კორუმპირებული კაცი, მოიყვანა თავის კლანი. რა გინდა ქვეყნის სათავეში რო ხარ, თუ ის ვერ მიხვდი ვინ არის? ლილუაშვილი. 1 და 2 გამოსვლა, როდესაც მე ვთქვი რომ ქუთაისში აქვს კლანი აგერ და საგრებულოში 80% თავისი ვანი არის გადასარევი რაიონი, მაგრამ ხარ შეიძლება რომ ქუთაისში, ესე იგი ხელისუფლებაში, ხელმძღვანელებში და ესე იგი საგრებულოში წარმომადგენლები ძირითადი ყოფილიყვნენ ვანელები. ეს გააკეთა, ანუ მაფია შექმნა იქ, იმერეთში და ქუთაისში. ახლა ვამბობ პირველად, როცა ბიძინა ივანიშვილი ტაშს უკრავდა. რა, ვინც გაუშვით, ისინი არიან კორუმპირებული. კახა კალაძეზე კორუმპირებული კაცი საქართველოში ძალიან ძნელად მოიპოვება. და მარტო ის უამრავი ადამიანი, როგორ ცხოვრობენ თქვენი მინისტრები. რა დღეს გაიგეთ, როგორ ცხოვრობდნენ 12-13 წლის თავზე, რას ამასხლებთ ქართულ ხალხს? რატო ამასხლებთ? დღეს ყოველგვარი დაჭერების გარეშე, ყოველგვარი აი ამ აჟიოტაჟის გარეშე, რომლის უკან იმალება ხალხი რომ გაჩუმდეს, დააწყნა რომ ხალხი ყველაფერზე მიდიან. მე მგონი საკუთარი ოჯახისევრები და ცოლი და ყველა დაიჭიროს, ბიძინა ივანიშვილმა უღონ თავის ფული გადაარჩინოს. ეს არის რეალობა და ეს არის კარგი. როგორ შეიძლება რომ როგორ მოიყვანეთ ეს ხალხი თანამდებობებზე? ერთი კაცი მაინც მითხარით, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როცა იყო ხელისუფლებაში, მაშინ უთხარით რომ კორუმპირებული ხარო. რომ მიდიან თქვენგან, თქვენთან რო არიან, თქვენი მონები რო არიან, კარგები არიან. აი რომ მიდიან თანამდებობიდან, მაშინ ხდებიან კორუმპირებულები. რატომ? ამით ყავს დაჭერილი ბიძინა ივანიშვილს მთელი ხელისუფლება ყავს დაჭერილი ყურებით. და დღეს აშინებს ყველას, ვინც არ მოიქცევით ისე როგორც მე მინდა, ყველას ის ბედი გეწევათო. ირჩევნიათ. დღეს წახვიდეთ ამებით, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობა ამ ქვეყანაში ყველაზე შავ პერიოდად იქნება ისტორიაში და თქვენი შვილები და შვილიშვილები გაშავდებიან. მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ დღეს უფრო მწარედ ვიტყოდი, მაგრამ ვინმე რო არ თქვას, როგორ შეიძლებოდა ღარიბაშვილი ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი? როგორ შეიძლებოდა? და მოაბრუნა ერთხელ მთელი ამბები ატყდა და მე მოაბრუნა კიდე. ის მინისტრები, რომელიც დანიშნეთ. კი, მაგრამ როგორ ხდება ეს, რომ ასობით 200-300 მილიონი, 400 მილიონი, ესე იგი მოიპარეს და ვერ გაგიგიათ. მაგრამ საქმე რაშია? თქვენ ყველაფერი იცოდით და ეს მოლაპარაკება იყო, რომ უნდა მოიპარათ, მაგრამ აღარ მოგიტანეს ფული ბატონო ბიძინა. ზოგს უთხარით 300 მილიონი შეუნდა მოიტანო, 200 ხალხში ეს აზრი. ხალხში. კი ბატონო, თქვათ ტყუილი აზრია ხალხში. ამას ებრძოლეთ. ხალხი ფიქრობს იმას, რომ ამ ადამიანებმა, ვისაც თქვენ იჭერთ, ფული მოთხოვეთ და არ მოგიტანეს და იჭერთ ახლა. იმაზე დიდი უბედურება, ვიდრე ქვეყანაში ხდება დღეს და ხალხი გაერთო ამაში ყველაფერში. ძალიან ძნელია საქართველოს ისტორიაში ესეთი ეპოქა მეორე, აი ანალოგი მოიძებნოს. როცა პროკურორად რომ დაინიშნა ფარცხალაძე, ხომ მთელი ამბები ატყდა ქვეყანაში. ყველა ამბობდა ბანდიტი, ვერ მიაგენს იმ ინსტიტუტს, რომელიც დაამთავრა.
რომ სადღაც სარდაფში ქონდა დამთავრებული. ყველა ამის თაობაზე წერდა. ყველამ ყველაფერი იცოდა, რომ ვინ იყო და რა იყო. სად მუშაობდა და რა ფულებს აკეთებდა. ამას ეუბნებოდნენ დანიშნამდეც და რო დაინიშნა პროკურორად. მერე რა? აი ეხლა როცა თქვენ არ გაწყობთ და როდესაც ბიძინა ივანიშვილს გაძლიერებული რომელიმე გუნდი პიროვნება არ აწყობს. როგორც კი დაიწყო დამოუკიდებლად ფარცხალაძე იყო, ფარცხალაძე რო პოლიტიკაში ფიგურა იქნება, ბიძინა ივანიშვილი მაშინმე უნდა წახვიდე ხელისუფლებიდან, ვინაა ფარცხალაძე? ფარცხალაძე რომ ფიგურა გახდება პოლიტიკური ქვეყანაში. თუნდაც გარიბაშვილი რო პოლიტიკური ფიგურა გახდება. მაგრამ თქვენ გარიბაშვილს გმირად აქცევთ და ვინც გათამაშებთ გარედან, კიდევ უფრო დაღუპავს ქვეყანას, ამასაც მოიცილებენ ბიძინა ივანიშვილს და ამ ხალხს მოაბრუნებენ ხვალზე. უფრო მეტად დაიღუპება ქვეყანა. მე საზოგადოებას ვეუბნები, რომ სული ლუსტრაცია ხდება ამ ქვეყანაში დღეს რეალურად. ხელისუფლება არის რუსტრირებულია უკვე. ხელისუფლება არის სუფთა, ანტიამერიკული, ანტიევროპული, ანტიკარტული. ვიზია მიდრეკილი რუსეთი, არაბეთი, ჩინეთი, ირანი, აი ამ ქვეყნებზე და ბევრი შეიძლება მიამატო კიდე. ლუსტრირებულია უკვე, ამას აღარ ჭირდება ბევრი რამ, ვისაც ოდნავ ესმით. თქვენ რა გიხარიათ, ბატონებო, ესე იგი ამერიკის და ევროპის დანაცვლა და რუსეთისკენ გადაბარგებად მიგაჩნიათ ეროვნულობად? საწოდავი საქართველო. ლუსტრირებული ხართ უკვე თქვენ, ვინც ამას აშუქრავთ ყველანი. ლუსტრირებული. ძალიან ბევრი რეჟისორი და ვინც იყო ვიცოდით ძალიან კარგად. არ აგდათ მას არც კგბ და არც არაფერი და იყვნენ და რჩებიან იქ. მაშინ ამერიკული იყვნენ, როცა რუსეთს წინააღმდეგ მიდიოდა ბრძოლა, ასე აწყობდა ვიღაცას. ეხლა ესე იგი რუსული არიან და პირდაპირ რა გვინდა ამერიკა, რა გვინდა ევროპა. ჩვენ არც ერთი არ გვინდა საქართველო, მაგრამ საქართველო ისი არა, საქართველო არ შეიძლება იყოს დაპირისპირებული ყველასთან. ეს გამორიცხულია. ეს არის გამორიცხული. ეს ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვექნა. ყველაფერი ამის გამო და აი ამას ვამბობ ხაზგასმით. მძიმე მდგომარეობაში ვექნა. მე არ მინდა რომ რაღაც ისეთ რამებზე ვისაუბრო, რომელიც როგორც იყვნენ კარგად არ ვიცი, თუმცა მე დავწერეთ, რომ ეს არის ჩემი აზრი. ჩემი აზრია, რომ საქართველოში ქართული პოლიტიკა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, განსაკუთრებით 93 წლის შემდგომ არ ყოფილა. ეს არის ყოველთვის იყო ვიღაცის მსახურება. იყო ნაკლებად პირველ ეტაპზე ძლიერდებოდა. სააკაშვილმა ეს დაადგა გვირგვინი. შევარდნაძე იყო ამერიკაზე ორიენტირებული, ევროპაზე ორიენტირებული, მაგრამ გარკვეულწილად ინარჩუნებდა რაღაც ურთიერთობებს სხვებთანაც. სააკაშვილმა დიდი ომი გამოაცხადა ყველას წინააღმდეგ, მხოლოდ სუფთა ამერიკული და ევროპული, არც პირველი იყო ქართული, არც მეორე. ბიძინა ივანიშვილმა პირველ ეტაპზე კონსტიტუციაში კი ჩაწერა, რომ ჩვენი გზა არის ამერიკა და ჩვენი გზა არის ესე იგი ევროპა. ტყუილი იყო, მაშინ გამიჩნდა ეჭვი, ვის ჭირდებოდა ეს, რომელ ქვეყანას აქვს ჩაწერილი, მაგრამ მაშინ ის ჭირდებოდათ. დღეს ეხლა იმის საუბარი ჭირდებათ, რომ აი ეხლა ამის წინააღმდეგ, მაგრამ ამბობენ კიდე, რომ ჩვენ მაშინ არ ვიყავით მზად, ვინ დაგავალათ, რომ ჩაგეწერათ კონსტიტუციაში. თქვენ ხართველ ხალხს ატყუებთ. მე არ მინდა ოდესმე, მე ვიცი ტაშ როგორ დამიკრავენ ეხლა. მე ამ საუბრით მე ნაკლებად მყავს მომხრეები. და ყველა ერთი წელი, ორი წელი შეიძლება გარკვეული პერიოდი ყველა იტყვის, რომ რა არის ეს, რატო ამბობს ასე და რაღაცა ბიძინა ივანიშვილის ვისაც შეშურდება, ეს დიაგნოზია უკვე. რა უნდა შემშურდეს ბიძინა ივანიშვილის? მე რომ ფულის კეთება მდომებოდა ბიძინა ივანიშვილის, ფული არაფერი არ იქნებოდა, მაგრამ ვარ ბედნიერი, რომ ვერც სააკაშვილი, ვერც ივანიშვილი, ვერც თარგამაძე თავისოზე და ვერც შევარდნაძე ვერავინ ვერაფერში ძალიან უნდოდათ რაღაცა მოენახათ, მაგრამ არა, მაგრად ვიდექი და ყველას გეუბნები, ძალიან მაგრად გევარ. რატომ? იმიტომ რომ არ შეიძლება ხალხის ღალატი. ყველა მოღალატა ხალხს.
ყველა განუდგა ხალხს და თამაშობს და ყველა როგორ შეიძლება რომ შევარნაძესთანაც კარგად გამსახურდიასთან კარგად იყო შევარნაძეს კარგად იყო სააკაშვილთან კარგად იყო ივანიშვილთან კარგად არის ნუ ესე იგი აბსოლუტურად თანაც როგორ ამას აკეთებს იმით რა ქვია ქვემძრომობით მეტი არაფერი დახოხავს მიწაზე ფრენა არ შეუძლია და იმ ადამიანებს რომლებიც დახოხავენ მიწაზე ამა ჩაიგდეს ხელისუფლება ხელში საქართველოში ეგ რეალობა ეგ არის მარტივი სიტუაცია რომ არ არის იმიტომ ვსაუბრობ ასე ჩვენი ამოცანა იყო რომ კრიზისი ვექცია შესაძლებლობად ბიძინა ივანიშვილი კიდე აღრმავებს ამ კრიზისს რით დაპირისპირებით საზოგადოება სადაც ამ დოზის დაპირისპირებაა ამ საზოგადოებას მომავალი არ აქვს. ხედავთ როგორ გაიყო ქვეყანა. აი ის ვინც ქუჩაში რო დგას, უამრავი ადამიანია, რომელიც ქუჩაში არ გამოდის, მაგრამ იმას უყურებს, იცით როგორ იქნებ რამე შეძლოთ. ასეთი ქვეყანაში, როგორც მინიმუმ 60%-ია. 40% უხარია ბიძინევანიშვილი ვიღაცას იჭერს, აი ხო ხედავთ რა მაგარია. მოვა პერიოდი და თქვენ როცა გააშიშვლებენ ბიძინევანიშვილს, იგი დღესაც შიშველია, როცა გააშიშვლებენ ბიძინევანიშვილს, მაშინ მიხვდებით თქვენ რომ ყველაზე დიდი უბედურების სათავე სწორედ ის იყო, მისი ფულით, რომელმაც ქვეყანა ჭაობში ჩააგდო, ჭაობში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სრულადაა ქვეყანაში ფულის უფლების ქვეყანაა ეს. ფულის უფლების ქვეყანა. ბოლო პერიოდში ეს არის ეროვნულობა, გეკითხებით ყველას, წაიკითხეთ ვინც დაინიშნა თანამდებობებზე, აი, ბოლო 10 კაცი. თქვენ რო ეროვნულ პერიოდს ეძახით. 1 მილიონზე ნაკლები აქვს ქონება და ფული იმაში 300-400 დოლარზე და ევროზე ნაკლები აქვს ბანკებში და სხვაგან გეკითხებით საიდან ეს ფული. მე მოვიყვანე ეს ხალხი. ვინაა პარლამენტში ნახეთ სიაში? მითხარით ერთი პოლიტიკოსი. შეიძლება ერთ პარლამენტში 80 მილიონერი იყოს? იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანები სულს ღაფავენ შიმშილისგან. შეიძლება რომ ყველაზე მეტი დამღუპელი ვინც არის, შხამქიმიკატები ვისაც შემოაქვს. ვისაც ესე იგი ხორცი შემოაქვს, ხორბალი შემოაქვს, ვინც აშენებს სახლებს უცხოელებისთვის, ესენი ყველანი პარლამენტში მე შევიყვანე ესენი. ამას ეძახით ეროვნულს. და ბოლოს თავარი თემა, რომელიც მქონდა მე და აღარ მინდა რომ ამაზე განვერცხო, მაგრამ ისე შემომაქვს. ეს არის რეალურად აი მეორადი საქონლით ვაჭრობა საქართველოში. ეს არის ყველაზე დიდი მაფია. ყველაზე დიდი მაფია. მეორადი საქონლით ვინც ვაჭრობს. აი ბაზრებზე და ბაზრობებზე რომ ესე იგი იყიდება ნებისმიერი რამ რაც არის ეს მე მეორადი ნედლეული ნახმას კი აღნიშნავს. მეორადი საქონელი არის ის რაც იმ ქვეყანაში არ გაიყიდა და წონით რომ მოაქვთ მე ჩვენთან. და რომელმაც მოკლა ქართული მსოფლმხედველობა, ჩვენი ეკონომიკა საერთოდ და მოკლა აბსოლუტურად კვების მეწოლობა გახადა გააუბედურა, ადამიანების ჯანმრთელობა რო გააუბედურა. ძირითადში ამ საქმესთან ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დაკავშირებული. მაღალი რანგის ხელისუფლების წარმომადგენლები. საქმის კეთების ნაცვლად სოფელი დაიცალა და ხალხი დახლებთან დგას და ვაჭრობენ. ერთი ფეხსაცმელის ფასად რაც ღირს ჩამოაქვთ მეორადი საქონელი, რომელიც პრაქტიკულად დაწუნებულია, გაფუჭებულია და ყოველგვარი ესე იგი ვადა გასული აქვს, ჩამოაქვთ საქართველოში წონით ერთი ახალი ფეხსაცმელის და ჩამოაქვთ 1 ტონა, 100, 200, 300 წელი ჩამოაქვთ. ამაზე ცხოვრობს დღეს სოფლიდან ჩამოსული 80% და ეს არის ყველაზე დიდი მაფია ქვეყანაში. კოლ ცენტრებთან ერთად. აი ამ ფულის ახალ ფულთან დაკავშირებით ის ბიძინევანიშვილის ხელშია ყველაფერი. ეს ყველაფერი არის უდიდესი მაფია. მე ვერ გეტყვით რომ ოდესმე
ხო დაადასტურა ამ დაჭერებმა. ყველა მაფიოზი ყავდა. მაგრამ ეს მაფიოზობა მათ ნებადართული ჰქონდათ. მაგრამ ფული უნდა მიეტანათ. საქართველოს ისტორიამ არის ასეთი პერიოდი, ასეთი მასშტაბით და ასეთი აღმირახსნილად და ასეთი თავხედურად. კორუფცია როგორ არ ყოფილა, იყო და უარესი. ჩემთან შორს მე არასდროს არ არსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომელმაც თქვას, რომ ჩემთან საქმე ჩააწყო. არ არსებობს ესეთი ვინმე. მაგრამ მე ძალიან კარგად ვხედავდი, როგორ დაძრწოდნენ ესენი და როგორ აწყობდნენ თბილისში და ის ადამიანები, რომლებსაც მე შევარნაძეს ვეკამათებოდი, ამათ რა უნდა თანამდებობაზე თქო, ბიძინე ამანიშვილმა ააღმერთა ესენი. ქვეყანაში. დაწყებული ჭიათურიდან, მოყოლებული საგადასახადოებში და საბაჟოებში და სხვაგან და სხვაგან. ტელევიზიები აქვს თავიანთი. ეს არის მშიშარა კაცი ივანიშვილი და როგორც კი იფიქრა, რომ არ მოიტანა ღარიბაშვილმა 300 მილიონი. ეს უკვე სერიოზული ფიგურა გახდა. ხალხში ავტორიტეტი აქვს. არ დამამხოს ხვალ. ამიტომ უნდა დავიჭირო. ლილუაშვილის მასთან ერთად არის? არ მოიტანეს ის ფული, რომელიც უნდა მოეტანათ. ესეც უნდა დავიჭირო. ფარცხალაძე წავიდა რომანოვი გახდა იქეთ. რუსეთთან რაღაც პრობლემები შეექმნა იქეთ. და დავალება მიიღო, რომ შეუდეონა კაცს. ფარცხალაძეს რა უნდოდა საერთო პოლიტიკაში? რა უნდოდა? გენერალური პროკურორი იყო. ადამიანები ბანდიტები დანიშნეთ, ბატონო ბიძინა, ბანდიტები და მთელი ტრაგედია იმაშია, რომ იცოდით, რომ ბანდიტებს ნიშნავდით. მაგრამ ვიდრე თქვენი მონები იყვნენ ისინი და ვიდრე დიდი ფული არ ჰქონდათ, კარგები იყვნენ და ახლა როცა დაინახეთ, რომ ფული იშოვეს, ეხლა შიშობთ, რომ აი არ გადმომაგდონ. იმიტომ რომ იმას რუსეთთან აქვს კავშირი, იმას არაბებთან აქვს კავშირი, იმას ჩინეთთან აქვს კავშირი, იმას ვიღაცასთან და შიში ხართ. მაგრამ თქვენ სამაგიეროდ ყველა ამ ქვეყანას, რომლის წარმომადგენლებსაც ასე ებრძვით აქ, ყველა იმ ქვეყანას ფერფლე შეგებით, ამას საქართველოს გაუძლებს. გაუძლებს ამას საქართველოს. ვერ გაუძლებს. საქართველოს რომ გაუძლოს, უნდა მოიცილოს ოცნებაც, უნდა მოიცილოს ბიძინა ავანიშვილიც და უნდა მოიცილოს ნაციონალური მოძრაობაც. ხოძნელია დღეს ამის თქმა. ვიცი რომ ვინც უყურებთ, ბევრს არ გჯერათ. ვიცი რომ ძალიან ბევრი ვინც ამას მოისმენს, ხვალ იტყვის რომ ეს კაცი რას აჭარბებს და რას ლაპარაკობს და ნეტავი სად არის და რაღაცამ დაიწყებენ ამ ლაპარაკს და იმას, მაგრამ გავაგარკვეული დრო ისევე როგორც ყველასთან დაკავშირებით გამართდა ჩვენი პოზიცია. ყველასთან დაკავშირებით. რატომ? იმიტომ კი არა რომ მე რაღაც განსაკუთრებული გამართლა, იმიტომ რომ ჯერ ვფიქრობ და მე ვლაპარაკობ. და მე ფული არ მაქვს გადასარჩენი და სიმდიდრე არ მაქვს გადასარჩენი. და მე ფული არ მჭირდება თანამდებობის შესანარჩუნებლად. ბიძინა ამანიშვილს დასაკარგავი აქვს ყველაფერი. ფული ჭირდება. ფული აქვს დასაცავი. ქონება აქვს დასაცავი. ფული ჭირდება. ხელისუფლება ჭირდება, რომ შეინარჩუნოს. ხელისუფლება არ ეკნება ბიძინა ამანიშვილს. ბიძინა ამანიშვილი იქნება ციხეში. ამიტომ იბრძვის ის. მე ვთქვი გარკვევით, არ მინდა დღეს გვარები იყო შევარნაძესთან, როცა მოქალაქეთა კავშირში გაიყვნენ ორად. გაიმარჯვებდა პირდაპირ, გაიმარჯვებდა ის კლანი, სადაც ლევან მამალაძე იყო. დაიჭერდნენ სააკაშვილს. გაიმარჯვა სააკაშვილმა, დაიჭირა მამალაძე. ერთის დასაჭერი იყო ალბათ და მეორეც. მე არ მინდა ამ დეტალებში შევიდე ახლა, მაგრამ აი ეგრეა დღესაც. ვინც თვითონაა დასაჭერი იჭერს სხვებს. რატომ? იმიტომ რომ გახსნილია უკვე საშუალებები, ურთიერთობები უცხოეთთან და ძალიან ბევრი ფიქრობს იმას, რომ ვაი ახლა რომ ამან მოძებნოს თავის მეგობრები ამერიკაში, იქ მე უთხარი ერთ-ერთ პიროვნებას ამ რამდენიმე დღისին, რომელიც უცხოეთში არიან, ევროპაში, ამერიკაში არიან, რამდენიმე პიროვნებას უთხარი. თქვენ ტყუილა ელოდებით რომ მოგცემენ საქართველოს დაბრუნების საშუალებას. სააკაშვილმა გაღარა ესენი. ესენი არ აბრუნებენ, რატომ? არ ეკუთვნით და ეკუთვნით. რატო არ აბრუნებენ? ეშინიათ. იმიტომ რომ მათ ისეთი ავტორიტეტი აქვთ იქეთ,
რომ ასეთი ავტორიტეტული, ვისაც ასეთი ამერიკელებთან ასეთი ავტორიტეტი აქვს, ევროპასთან ასეთი ავტორიტეტი აქვს, ეს ხალხი არ აწყობთ. ამათ აწყობთ მონები. ავტორიტეტული ადამიანები არ აწყობთ. მე არ მინდა რაიმე ნიშნის მოგებით ვილაპარაკო, მაგრამ ვისაც ბიძინა ივანიშვილი იჭერს, ვისაც იჭერდა და ვისაც დაიჭერს მომავალში, ყველაზე ხალხში იყო აზრი და მე თვითონ ვახმოვანებდი ამას, რომელიც იყო ხალხში, რომ არც ერთი არც თანამდებობაზე არ უნდა მოსულიყვნენ და თანამდებობაზე როცა იყვნენ, მაშინ იყვნენ დასაჭერები, იმიტომ რომ იყვნენ მაფიოზები. მაგრამ მათთვის მაშინ ეს ნებადართული იყო. ეხლა დღეს უკვე როცა შეშინდა ივანიშვილი და ამდენი სახელმწიფო დაინტერესდა აქეთ, ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა მოძებნა არაბებში, არაბული სოფლები, ირანული სოფლები, არაბების ისა აქეთ რა შვებით ხალხო და რა სითმენთ. მე შემირცხვენია ყველა ქართველი, ვინც ოცნებაში ხედავს საქართველოს მომავალს. მე შემირცხვენია საკუთარი თავის ოჯახის წევრი იქნება თუ სხვა ვინმე, ვინც ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს მომავალს. ჩვენ ვამბობთ ხმამაღლა, ეროვნული თანხმობის პარლამენტი, პოლიტიკოსების გარეშე და პარტიების გარეშე, პროფესიონალებით 4 წელი ჭირდება ქვეყანას, დიდი რეფორმები რო გატარდეს. თუ ამას საქართველო არ დაუჭერს მხარს, ჩვენ ყველანი ვნახავთ იმაში, რომ კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით. და ხელისუფლება არის ის, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელიც კი არ აპირისპირებს საზოგადოებას, არამედ ხელისუფლება არის ის, რომელიც აერთებს საზოგადოებას. ის რაც მე დღეს გამოვაქვეყნე, რომ მომავლის საქართველო იმ ხელისუფლებაშია, რომელიც ქვეყნის შიგნით თავისუფალია შურისძიებისგან და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებისგან. ბიძინა ივანიშვილი არის შურისძიების სავსე და დატვირთული ქვეყნის გარედან ვალდებულებებით. მიხეილ სააკაშვილი არის შურისძიების სავსე და დატვირთული გარე ვალდებულებებისგან. ოპოზიცია არის შურისძიების სავსე და დატვირთული ვალდებულებებისგან გარეთ. ხელისუფლება დღევანდელი არის ესე იგი შურისძიების სავსე და დატვირთული გარედან, ვალდებულებებით გარედან. გეკითხებით, ამ დროს რაშია გადარჩენა? გადარჩენა არის ეროვნული თანხმობის ხელისუფლებაში. ამაზე როგორ შეიძლება უარი თქვა? ხმამაღლა ვამბობ, ბიძინა ივანიშვილის გადარჩენაც, ნებისმიერი ქვეყნის გადარჩენას, მომავალის ჩვენი ეს დაპირისპირება რო არ იყოს გაღრმავდა, უკვე ოჯახებშია შეუძლებელი ცხოვრება. ეს რა ქვეყანაა? მეზობლებშია შეუძლებელი, ესე იგი ურთიერთობა მეზობლების შეუძლებელი საშინელება და დაპირისპირება და რაღაც უბედური განწყობა ერთმანეთს მიმართ. მეგობრებში, ახლობლებში ყველგან ეს არ არის ქვეყანა უკვე. ეს საქართველო აღარ არის. და მე ვერ გავიგე ჩვენ რა გვინდა? თუ საქართველო გვინდა, არც ერთი ხელისუფლება, რომელიც იყო აქამდე საქართველოს და ქართულ საქმეს არ აკეთებდა. ან ამერიკის, ან ევროპის, ან რუსეთის საქმეს, ეხლა დაემატა ჩინეთი, ირანი, არაბები, არაბული ისა და ამ შემდგომ და ამისი გავლენების ისე უნდა კიდე თურქეთს და ძალიან ბევრ ქვეყანას, როცა ხედავს ასე დაკსაქსულ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ყველას აქვს სურვილი, რომ როგორ აი აგერ თქვათ, ბევრი ვინმეა, აგერ წერს ერთი ქალბატონი ეკა ზაკარიაძე, ხელისუფლება უნდა გააერთიანოს ნამდვილად, მაგრამ პოლიტიკოსების გარეშე როგორ და იმართოს ქვეყანა, პოლიტიკოსების გარეშე კი არ იმართება ქვეყანა. პროფესიონალები, ჩვენ იმას კი არ ვამბობ, პროფესიონალი, თქვათ ის მშენებელი იყოს და მეტი არაფერი. აქ ლაპარაკი არის მარტივ რამეზე, რომ ხალხი ასახელებს, ჩვენ გაჩვენებთ იმ პარლამენტს, ქალბატონ ეკას მიმართავ ამი. ხალხმა დაასახელა, ყველა ჯგუფს ეყოლება თავის წარმომადგენელი, ყველა რაიონს, რეგიონს ეყოლება თავის წარმომადგენელი, იქ ულტრამემარცხენასაც ეყოლება თავის წარმომადგენელი, ულტრამემარჯვენასაც, მაგრამ ძირითადად ქართველები იქნებიან, შიგ არ იქნება პარტიული პრინციპი, მაგრამ ეს იქნება პარლამენტი, რომელიც გააკეთებს რეფორმას. ამერიკელები ძლიერები არიან იმიტომ, რომ ვიდრე პარლამენტში მივიდოდნენ, მანამდე კონსტიტუციის მამებმა კონსტიტუცია დაწერეს მანამდე. საქართველოში კონსტიტუციას იდგებს ყველა ხელისუფლება თავის თავზე. ეს ხელისუფლება, ეს კონსტიტუცია საქართველოში არ არის. იყო
ესე იგი შევარდნაძეზე იყო მორგებული და მოქალაქეთა კავშირზე მოერგო ნაცმოძრაობას მერე მოირგეს შესწორებები შეიტანეს მერე მოირგო ბიზნიავანიშვილმა და დღეს შეაქვს ისეთ შესწორებები და ისეთ კანონებს იღებენ ეს არის კატასტროფა საბჭოთა კავშირის დროს არ იყო ასეთი კანონები საბჭოთა კავშირის დროს არ იყო ასეთი კანონები წინა იმაზე ვთქვი და ბევრი დავეთანხმა მაგრამ ზოგიერთმა თქვა რომ მე რომ გადაჭარბებული ხო არ არის ბატონო თემურო მე ვამბობ რომ საბჭოთა კავშირის დროს ამერიკაზე არ ლაპარაკობდნენ ისეთს როგორც დღეს საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობენ ამერიკაზე წარმოუდგენელია ეს საბჭოთა პროპაგანდა უფრო ლოიალური იყო კაპიტალიზმისა და ამერიკა ევროპის მიმართ ვიდრე არის დღევანდელი საქართველოს ესე იგი საინფორმაციო ველი როგორ არის მომართული ყველა ამ იმის წინააღმდეგ ეს არის ქართული აი გაოცებული ვარ პირდაპირ აი ისეთ ადამიანებში ვხედავ აღტაცებას ხბოს აღტაცებით ცხოვრობ თქვენ ხბოს აღტაცებით ლიტერატურული გამოთქმა ეს არ გეწყინოთ უბრალოდ მე ამას ასე რო ვამბობ მე არ მაქვს იმის სურვილი რომ თქვათ ახლა აქ რომელიც არის ჩანს ეკრანზე მე იმათ გავეცი პასუხი და შევეცდები რომ თუ სხვა კიდე კომენტარები ან ახლა იმდრო კომენტარი ბევრია როგორც ვათქვი მაგრამ ეკრანი მხოლოდ ამას აჩვენებს ახლა და მე არ მაქვს საშუალება რომ ყველა კომენტარი ვნახო ახლა რომ ან ის გავცე უბრალოდ ვინ რამე გააკეთა ვინ რამე გააკეთა ამ ქვეყნისთვის ისინი არ უნდა გძულდეს და უნდა გამოვიყენოთ რა თქმა უნდა ლაპარაკი არ იმაზე რომ ამ ქვეყანაში მოგმართავთ ვინც ამ ავტორებს და ბევრს აქვს ეს აზრი ჩვენს დოკუმენტში წერია რომ ყველა პარლამენტში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ყველა პარლამენტში და ყველა ხელისუფლებაში იყვნენ წესიერი ადამიანები ქართულად მომართული ადამიანები ყველა თავრობამ რაღაც პოზიტიური გააკეთა ჩვენ უნდა შევდოთ იმ პოზიტიურის დანახვა და იმის გაგრძელება და რაც არ ვარგოდა იმისი უარყოფა რაც არ ვარგოდა იმას უფრო აგზელებთ თქვენ ვიდრე იმას რაც კარგი იყო და იმიტომ აღმოჩნდით ამ მდგომარეობაში თუ რომ არ ყოფილიყო ასე ძალიან ბევრი რამ შეცვლილი იქნებოდა ქვეყანაში თუნდაც ესე იგი მარტო საბაჟო სისტემა იქნებოდა შექმნილი და რაც ქვეყანაში ბევრი გვაქვს და ვინმე შემოაქვს გარედან გადასახადს დავაწესებდით დიდს რაც ქვეყანაში არ აგვაქვს და ვინმე შემოაქვს ნულისკენ იქნებოდა გადასახადი რაც ქვეყანაში ბევრი გვაქვს და ვინმეს გააქვს გარეთ იმას პრაქტიკულად არაფერს არ გადავახტევიებდით და ვეთყოდი ოღონდ წაიღე და გაგიდე რაც ქვეყანაში არ აგვაქვს და ვინმეს გარეთ გააქვს კი არ უნდა ესე იგი უარი კი არ უნდა უთხრათ მაგრამ რეალურად მივცეთ საშუალება რომ გაიტანოს ეს გარეთ მაგრამ გადასახადი გადაიხადოს დიდი მეტი არაფერი თქვენ ვერ წარმოიდგენთ რას ნიშნავს მეორადი ნედლეული გაიარეთ მე ყოველ დღე მივდივარ და 15-20 წუთი ვუყურებ რა ხდება სადგურებში რა ხდება იმას ამდენი პატარა ისინი ვაჭრობენ ყველაფერი არის შემოტანილი წონით ქვეყანაში და სამუშაო ადგილები მოისპო ამასთან არ შეიძლება ხელისუფლების პირველი პირები რო არ იყვნენ მეორადი ნედლეულის შემოტანასთან დაკავშირებული არ შეიძლება ეს და ტყუილი ეს ვინც მიმტკიცებს იმას ჯერ რა გინდა თუ ეს არ იცით რა გინდათ ხელისუფლებაში მე ქალაქში ვიყავი ქუთაისში ვიცოდი ეს და ამიტომ აბძალე ესე იგი თურქეთთან შემოტანილი იმის ვაჭრობა ბაზრობები აბძალე ამ იმის გამო და თბილისიდან მთელი მაფია დამაწყდა თავს და მიტინგები და ისინი მომიწყვეს მიხეილ სააკაშვილი იყო ამის მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული გუნდი იყო ამის ინიციატორი 97 წლის 1 აპრილს როცა ოტი იოსელიანს და სხვებს აღმაშენებლობის პროსპექტზე ხევს გავდით იმ დღეს მოაწყვეს ზუსტად და მაშინ ვთქვი რომ დღეს იღუპება ქვეყანა რატომ იმიტომ რომ მებრძვიან მე იმის გამო რომ მიაბძალე თურქული პროდუქტების გაკიდვა ქვეყანაში და ვთქვი რომ მხოლოდ ქართული და ჯობსე სამუშაო ადგილებს შევინარჩუნებთქო დიდი მადლობა რეზო ჩხეიძეს ჩამოვიდა და
გაზეთ ქართულ ფილმში 97 წელს დაიბეჭდა ჩემი სტატია, რომელიც საქართველოში სხვა არცერთმა გაზეთმა არ დაბეჭდა. იქ მაქვს გაკეთებული ანალიზი და პროგნოზი, რას მოიტანდა ეს მეორადი საქონლით ვაჭრობა და რა იქნებოდა ქვეყანაში, რომ ყველაფერი განადგურდებოდა. და მოხდა ზუსტად ის, იმიტომ რომ მე ვთქვი, მე მეცნიერებს ვეცნობოდი, მეცნიერებთან ერთად ვიყავი, ვაანალიზებდი ამას და მეცნიერული თვალით უნდა ყურება ყველაფერს. ამათ უარყვეს მეცნიერება. მეცნიერის ბიზნაევანიშვილია, იურისტის ბიზნაევანიშვილია, ეკონომისტის ბიზნაევანიშვილია, პედაგოგის ბიზნაევანიშვილია, ყველაფერი ბიზნაევანიშვილია და არც ერთი არ არის ამ დროს. არც ერთი. რო უთხრათ ერთი ლექციაც ამიკითხეთ რომელიმე საკაზეო, აი უთხარით, ნებისმიერ განათლებულ ადამიანს უნდა შეძლოს მივიდეს ტრიბუნასთან, მეცნიერებათა აკადემიაში და თქვას, მე მოვედი და ვკითხულობ ერთ ლექციას, რაზეც გინდა. 90% პოლიტიკოსების ამის წამკითხავი არ არის. და ნოტაციას უკითხავენ ხალხს. მზად ვარ, სადაც გინდათ, რომელ ქალაქში, რომელ იმაზეც ჩამოვიდე და 2-3 ლექცია ისეთი წავიკითხო, ნუ მოიყვანეთ პროფესიონალები და დაждდნა უსმინონ იქ. და მე მზად ვარ, რომ ანალოგიურად მიმართო ყველა პოლიტიკოსს და უთხრათ, რომ ერთი რისი თავი გაქვს, მოდი და გითხარით. გამოდით ხალხის წინაშე და რაიმე ლექცია ერთი ანალიზი წარმოადგინეთ რამე. გასაგებია ეს ქალბატონ ეკას მიმართავის ეხა მე არ მინდა რომ თქვენ გეკამათოთ ამაზე რომ დიდი მადლობა რომ ეთანხმებით პროფესიონალის მაგრამ ჩვენ ვაგზელებთ ბატონო თემური მე არაფერს არ ვაგზელებ მიშა იქნება ედუარდი თუ იოსები საქართველოს რაც კარგი გაუკეთა იმას უმადურება არ უნდა ვიყოთ და ვიყოთ ორიენტირებული და მომავალზე და არა წარსულის ცუდის კექვაზე რა თქმა უნდა აბა რა არის მეცნიერთა კონგრესის პროექტები არის მომავალზე და გეუბნებით ქალბატონო ეკა მობძანდით მეცნიერთა კონგრესში მე არ მინდა აქ ამის ისინი ნახეთ ჩვენი პროგრამები მე გეუბნებით რომ 6 თვეში საქართველოს მოსახლეობის 90% როგორც მინიმუმი იქნება მოტივირებული ოღონდის პროგრამები მოვიდეს მოქმედებაში პენსიაც გაორმაგდება და სხვა სიტუაცია იქნება და მარტივად ძალიან დიდი ფთახა მოიძებნება იმაში რომ უმაღლესი თანამდებობის პირის ხელფასი არ შეიძლება იყოს 10 ჯერ მეტი მინიმალურ პენსიაზე და მინიმალურ ხელფასზე. მინიმალური პენსია არის 350 ლარი. 3500 ლარზე მეტი არ უნდა მიიღო. პრემიერ-მინისტრო და პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტო და არა 16000 ლარი. თუ გინდა მიიღო 16000 ლარი, მაშინ 1600-2000 ლარი როგორც მინიმუმ უნდა იყოს მინიმალური პენსია და მინიმალური ხელფასი. ესაა ლოგიკა. თქვენ ევროკავშირი არ გინდათ იმიტომ რომ ევროკავშირში არ ნახულია და დაცული ადამიანი. იქ შიმშილით ვერ მოგდება. იქ დილის გათენების შიში არ აქვს ადამიანს. იმას იცავს სახელმწიფო. საქართველოში სიკვდილზეა განწირული. 80% მოსახლეობა. და ვალდე იძულებულია რომ დაათრევენ ან მეტროში შედით, ან ავტობუსში შედით, როგორ დაათრევენ 70, 80, 85 წლის ქალბატონები და მამაკაცები, ტომრით როგორ დაათრევენ, რაღაცას წაიღონ უბანში, გაკიდონ, ივაჭრონ. ეს არის თავისუფლება. ეს არის საქართველო. მე სხვანაირად მესმის, რას ნიშნავს ეროვნული ძალა. და ეს ვიწერია ჩვენ, რას ნიშნავს ეროვნული ძალა. ეროვნული ძალა არის ის, რომელიც აერთიანებს ქვეყანას. აერთიანებს ქვეყანას და არ ყოფს და არ აპირისპირებს. ეროვნული არის ის ძალა, რომელიც მოწინააღმდეგეში მტერს არ ხედავს. და სხვა აზრის წარმომადგენლებს მტრად არ აღიქვამს. მე შემიძლია დაგისახელო 200 კაცი, როგორც მინიმუმ, რომელსაც ყველა დაეთანხმება, ვიდრე ის ხალხი არ არის, თქვა დღეს თანამდებობებზე და ხელისუფლებაში, ვინ არის მაშინ ბიზნაევანიშვილი, ეძებს მაფიოზებს. წესიერ ადამიანებს ხელი კრა არ აინტერესებს. მაჩვენეთ ერთ წესიერი კაცს, რომელიც დაიღენა გვერდით. მხოლოდ იმ კაცს იყენებს, რომელიც მისი მონაა. და ამიტომ მონების ქვეყანა ეს. და ამიტომ ეს 21 საუკუნის ფეოდალიზმი, რომელიც შექმნა ბიზნაევანიშვილმა. ამაზე დიდი მტრობა
რაც ბიძინავანიშვილმა გაუკეთა საქართველოს, რომ პოლიტიკა აქცია მაფიოზების სიმათ, რომ რეალურად არავით არის სხვა რამ, გარდა იმისა, რომ ესე იგი პოლიტიკა არის ფულის შოვნის და ნაშოვნი ფულის გადარჩენის მექანიზმი. ეს არის პოლიტიკა დღეს საქართველოში. და მეტი არაფერი. ანირეულებული ლაპარაკობ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ნახი ადამიანები უხარიათ ვიღაცას როიჭერენ. რა გიხარიათ ვინმეს როიჭერენ ხალხო ადამიანებო, ჩემი მტერი რო დაიჭირონ დღეს მე გული დამწყდება, იმიტომ რომ მე არ მინდა ვინმე ციხეში იჯდეს, მე არ მინდა რომ საქართველოს ციხეები ივსებოდეს, მე არ მინდა რომ დაჭერილი ადამიანის დაჭერა უხაროდეთ საქართველოში. არც ის მინდა რომ მაფიოზი რაღაც, მაგრამ კი ვიმეორებ. მაფიოზები დანიშნე თანამდებობაზე შეკაი ადამიანო. და იმიტომ რომ ყურით გეჭირა ისინი. და მე როგორც კი ვიღაცას შეხვდნენ ამერიკის პრეზიდენტს, ამერიკის ერთი პრემიერ-მინისტრი, ამერიკის პრეზიდენტ შეხვდა და ვიცე-პრეზიდენტთან ვით რომ შემთხვევით შემოვიდა პრეზიდენტი, ეს წინასწარ იყო განსაზღვრული. იქედან ამერიკელებმა დაურეკეს გერმანიის კანცლერს და უთხრეს, რომ საინტერესო პიროვნებაა მიიღეო. ამერიკიდან გერმანიაში ჩავიდა, გერმანიის კანცლერმა მიიღო, ჩამოფრინდა და ბიძინავანიშვილმა 5 დღეში მოხსნა. მოხსნა 5 დღეში. რატომ? კაცი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი შეხვდა და ესე იგი გერმანიის კანცლერი. ესეთი ვინმე ერთდროულად ერთი წასვლის დროს საქართველოში არავის არ გაუკეთებია, ნუ გარდა შევარდნაძისა. ეს შეძლო პრემიერ-მინისტრმა. და ნახეთ რა უქნა, ჩამოვიდა და მოხსნას. როგორც კი გარეთ წავა ვინმე და რაღაც ნორმალურ ურთიერთობებს გააკეთებს, იმიტოა მიდის ისა თქვათ კობახიძე და ლანძღავს ევროპას, ამერიკას. აბა ერთი წავიდეს და წყნარად შეხვდეს ამერიკის პრეზიდენტს და ან კიდე რომელიმე სერიოზულ ფიგურას და რაღაც კარგი საუბარი შედგეს და ერთობლივი პრესკომი ჩამოვა მოხსნიან მეორე დღეს. ბიძინა ივანიშვილი ვერ იტანს ავტორიტეტულ კაცს. წესიერ კაცს ვერ იტანს და ავტორიტეტულ კაცს. ნიშნავს მაფიოზებს, როცა უნდა მაშინ მოხსნეს, როცა უნდა მაშინ დაიჭერს, რასაც უნდა იმას გაუკეთებს. ესეთი სახელმწიფო თუ გვინდა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მე ასეთ საქართველოს არათუ არ მინდა, არამედ სიცოცხლის ფასად ვიბრძოლებ. და ხმამაღლა ვამბობ, ისეთი ბიძინავანიშვილი როგორიც დღეს არის, ესეთი ბიძინავანიშვილი არის ანტიკართული. და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მე არავის არსად არ უერთდები, მაგრამ ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც აქვს ამ ოპოზიცია და მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა არის ბედნიერება ბიძინავანიშვილისთვის. ბედნიერება. ნაციონალური მოძრაობის არსებობა და ოცნების არსებობა, ან თუნდაც მისი აკრძალვა, ყველაფერი ეს არის ბიძინავანიშვილისთვის, როგორც იტყვიან, პოლიტიკური კომფორტი. ასეთი ოპოზიცია. ოპოზიცია უნდა შეიცვალოს, მაგრამ შეიცვალოს არა ჩემით, არა თქვენით, არა ვინმეთი. ოპოზიცია უნდა შეიცვალოს პირველ ეტაპზე, ოპოზიციის შესვლამდე უნდა შეიცვალოს მართვის სისტემა. მართვის სისტემა რომ შეიცვალოს, ამიტომ უნდა მივიდნენ პროფესიონალები. პროფესიონალები რომ მივიდნენ, ამისთვის საჭიროა პარტიების მონაწილეობაც ამ სისტემაში და საბოლოო გადაწყვეტილების თქმა ხალხისგან. ეს მექანიზმი არსებობს ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა. გავა ეს ბოლოში, საქართველოს არ აქვს სხვა გზა. სხვა გზა არ აქვს, სხვანაირად ჩვენ ძმა-ძმას რადექცევა, მეზობელი მეზობელს, სტუდენტი სტუდენტს, მეგობრობა, ყველაფერი მოიშლება. ქვეყანაში თუ მოიშალა ოჯახის ინსტიტუტი, მეზობლის ინსტიტუტი, მეგობრის ინსტიტუტი, ნათესაობის ინსტიტუტი, ნათელმირონობის ინსტიტუტი, თავისთავად ნათელმირონობის ინსტიტუტი მოსპო სააკაშვილმა ერთმანეთი მოუნათლეს და მე ერთმანეთის ცოლებთან იყვნენ და ამას რო თავი დავანებოთ, ესე იგი ერთმანეთს იჭერდნენ მე. ნათელმირონობის საწინააღმდეგო იყო ყველაფერი. ყველა ინსტიტუტი იშლება ქვეყანაში. ყველა ინსტიტუტი. ნებისმიერ ფილოსოფოს, ნებისმიერ ვინმე სერიოზულ ფიგურას მოაზროვნეს, ჩახედეთ ისტორიაში და გეტყვით, რომ იქ სადაც
მოიშლება აი ეს სწორედ აი ყველაფერი ეს იშლება საზოგადოება იშლება ოჯახის ინსტიტუტი მეგობრობის ინსტიტუტი მეზობლის ინსტიტუტი ნათესაობის ინსტიტუტი ნათელი მირონობის ინსტიტუტი სამსახურში მტრად არიან ერთმანეთის აცხადებენ დღეს 20 კაცი რო ხართ აქ ხვალ დარჩება 7 ყველა გახდა ერთმანეთის მტერი ჩაშვებებზე მიდიან ეს რა ქვეყანაა სისტემა შექმნეს ისეთი რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ სისტემა შექმნეს ისეთი რომელიც ტრის ტირაჟირებას აკეთებს და მტრობის ტირაჟირებას აკეთებს როცა ხელისუფლების სათავეში მიდის ბოღმა და შურის ძიებით სავსე და თუ ის კიდე გამაგრებულია გარედან გამაგრებულია არა დემოკრატიული ძალებით რომელიც არ თხოვენ დემოკრატია გქონდესო არც ერთი ქვეყანა რომელიც მე ჩამოვთვალე ირანი არ მოითხოვს აქ დემოკრატია რატო არა გაქვსო არაბეთი არ მოითხოვს ამას რუსეთი არ მოითხოვს ჩინეთი არ მოითხოვს არც ერთი ქვეყანა თურქეთი არ მოითხოვს არავინ ამათ ოღონდ დემოკრატიას ნუ მოთხოვდა ოღონდ ის ერთმართველად იჯდეს რატომ არის ყველგან რომ მიდიან ხელისუფლებაში მე ეგეთაც წასვლა აღარ უნდათ აი ასეთი ქვეყნებთან მეგობრობს ბიძინა ევანიშვილი და ასეთი ქვეყნების გავლენის ქვეშაა მე ყველას მინდა ბოდიში მოგიხადოთ ვისაც გეწყინათ ეს საუბარი მაგრამ 5-6 წლის მერე კიდე გაგახსენებთ ამას შეინახეთ ეს ყველგან არის მე ძალიან მძიმე მდგომარეობა შემექმნა ბევრი რამის გამო მძიმე ხედავ რომ ესე იგი ყველა შეშინებულია ყველას რაიმეს გადაწყვეტა არ უნდა არადა ჩვენ ძალიან დიდი რამეები ავიღეთ ბეჭებზე ადამიანები კიდე ვერ მიხვდნენ იმას რომ ამ საქმეებს რომელსაც ჩვენ მოვკიდეთ ხელი მხარდაჭერა და გვერდში დგომა უნდა ბევრმა მიგვატოვა მე ვხედავ რომ უფალი მე პირადად განსაცდელს მიწყობს ბევრი რამის გამო მაგრამ მე ვიცი ამავე დროს რომ განსაცდელი ბოროტება კი არა სიკეთეა უნდა დაინახოს უფალი განსაცდელს არ უწყობს სუსტს უფალი განსაცდელს უწყობს ძლიერს უამრავ ადამიანს უწყობს დღეს განსაცდელს უფალი და უფლის გზა არის ყველაზე სწორი გზა ბიძინა ევანიშვილი მიდის ბარაბას გზით ეს არის მტრობა ეს არის დაჭერა ეს არის ჩაშვება ეს არის დასმენა ეს არის ღვარძლი ეს არის კამელეონთა პარპაში ქვეყანაში ეს არის ფულის ბატონობა ქვეყანაში ყველაფერი ანტიკართული ეს რომელი არ არის ამ ქვეყანაში რომელი არ არის ორი კაცი დადგება მესამეზე იწყებს ლაპარაკს რაც ვარსებობ იმის შემდგომ ვაბობ მე როცა ორნი ვართ თუ მესამეზე სურვი ლაპარაკს იწყებს ვინმე მე ვიქნები თუ სხვა მესამეც უნდა ესწრებოდეს იქ არ შეიძლება ადამიანებზე ლაპარაკი ზურგს უკან მთელი ქვეყანა იქცა ჭორაობად ეს არის უბედურება სამსახურში გინდა გარეთ გინდა ყველგან იგლუ ჭორაობა საქმე აღარ კეთდება არსად და ყველანი ვართ გაღიზიანებული უკვე ყველაფერი ამის გამო იმიტომ ჭორი არის უბედურება უბედურება ისეთი პერიოდია ქვეყანაში უამრავი კეთილი ადამიანი იმსხვერპლა უამრავი კეთილი ადამიანი იმსხვერპლა ჩემი გონებიდან არ ამოდის აი კიდე რომ თქვენ წარმოგიდგენიათ აი ამ ისე თქვი რომ აი ყველაფერი ბანკმა წაართვა ჯულია ბობოხიძეს წავიდა საბერძნეთში 20 წელია იქ არის გარდაეცვალა ერთი შვილი ვერს დაიჭირა აღარავინ აღარ დარჩა ერთადერთი შვილი ყავდა ისის დაეღუპა ადამიანს გარეთ იყო წასული ბანკებს ვარ გაეკოტრებიათ არცაც წასვლა არ ჭირდებოდა ერთ-ერთი განათლებული და მოაზროვნე ქალბატონია აი აგერ გუშინ დაგზალეთ ბესიკ ყველა შვილი აი ესე იგი აი მამული შვილი კაცი ვაშკაცი კარგი ოჯახით კარგი ბიჭებით მეუღლე კლიანად ოჯახი წინვალე ორბეთში დაგზალეთ გუშინ და აი გულის ნაწილი წაიღო ისეთი პიროვნება იყო როგორ მოხდა რომ აი აგერ მარტო ჩემს ირგვლივ აი ესე იგი გულით ტრომბით
10 ადამიანი სულ 4-5 დღეში და ქვეყანაში კარგად არის არა მდგომარეობა ვინც მიდის ხომ მიდის ეს 50 წლის ბიჭი იყო აგერ მესი ყველაშვილი ასევე 50 წლის იყო ის ვინც აი რო გითხარი ჯულიას ბიჭი უამრავი ადამიანია აგერ კაკო სიხარულიძე რა ასაკი ქონდა დიდი თუ რა იყო არაფერი ცხოვრება არის ისეთი და დაპირისპირებაზე ორიენტირებული რომ აი შეიძლება ხანდახან ისეთ მდგომარეობაში ვარ მე რომ ლამის ფიქრობ როგორ გადავიტანეთ ხო ეს არის კარგი ცხოვრება ეს არ არის ხელისუფლება ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ყოლია და არ ყავს ხელისუფლება ამ ხალხს ამ ქვეყანას ყავს უამრავი ადამიანი ბოღმით სავსერუარი და რომელსაც უხარია რომ როწება თუ ტელევიზიით მოისმენს რომ დაიჭირეს ვიღაცა გალახეს ვიღაცას ესროლეს და შემდგომ უხარიეს არავით არის ეს ასიხარულო არ არის როდესაც 14 წლის თავზე წმენდა გჭირდება დაჭერა გჭირდება ხალხის ეს იმ ხალხის ბრალი კი არ არის შენი ბრალია ვინც ხარ მართველი პირველივე წლიდანვეა შენი ბრალი და 14 წლის თავზე შეკაი ადამიანი ეხლა გავიგე რომ კორუფცია ყოფილა ქვეყანაში ეხლა გაუგიათ რომ განათლება ყოფილა უმძიმე მდგომარეობაში ეხლა გაუგიათ ყველაფერი რომ მძიმე მდგომარეობაშია რაშია მდგომარეობა მაფიოზებითაა სავსე რკინიგზა სადაც ფული კეთება მაფიოზებითაა სავსე პორტები სადაც ფული კეთება მაფიოზებითაა სავსე გარედან შემომტანები ყველანი ესენი ბიძინავანიშვილის ირგვლივ არიან მაგრამ თუ ამოიღეს ხმა ან გადაწყვიტეს რომ გავიდნენ გვერდზე იმ წუთშივე ციხეში აღმოჩნდებიან ბედნიერი ვარ თუ ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი ისმენს ამ გამოსვლას ან მოისმენს და ბატონი გია ბურჯანაძე მისგან გავიგე პირველად როცა ბიძინავანიშვილი შეხვდა ეს ლაპარაკი არის 2011 წელია თუ 12 წელი როდესაც შეხვდა როგორც მოვიდა ხელისუფლებაში მაშინვე რომ შეხვდა სახალხო კრების ხელმძღვანელებს მხოლოდ ორი პიროვნება არ ვიყავით იქ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და მე სხვა ყველანი ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი და ბატონი გია ბურჯანაძე და ყველანი ესენი იყვნენ და როდესაც დამთავრდა საუბარი ეს ბევრჯერ თქვი და გავიმეორებ კიდე ბიძინე ამანიშვილი ეკითხება ნონა გაფრინდაშვილს ეს მე გავიგე გია ბურჯანაძისგან რომ რა აზრი გაქვს თემურ შაშიაშვილზეო ეს ასე არც უნდა ეკითხა მაგრამ ნუ კაი კითხა და ნონა გაფრინდაშვილი რაც მან უპასუხა ჩემთვის არის მთელი ბიოგრაფია და არა მარტო ჩემთვის ჩემი ოჯახისთვის და გვარისთვის ნონა გაფრინდაშვილი ეს ნამდვილი დედოფალი ჩვენი ქვეყნის პასუხობს მე როგორც საკუთარ თავს ისე ვენდობი თემურ შაშიაშვილს მაგრამ ნონა გაფრინდაშვილი სიძლიერე იმაში იყო რომ მას ჩემთვის არაფერი არ უთქვამს როცა მითხრა ბატონმა გია ბურჯანაძემ ეს მივედი და უთხარი ქალბატონ ნონას ქალბატონ ნონას პასუხი რა იყო მე ვთქვი ის რაც მჯერა ამისთვის კიდე უფრო დიდი მადლობა და მან როცა მითხრა რომ შეგხვდება მითხრა გამორიცხულია მე ბიძინა ივანიშვილს არ შევხვდები 12 წელზეა ლაპარაკი რატომ ბიძინა ივანიშვილი არ არის საქართველოს მომავალი ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას ფული დააჩოქებს მაგრამ ეს ქვეყანა ერთხელ დადგება ფეხზე და ამოდებს მიწაში მაგრამ მე რამდენად ეს არის 2012 წელში გაცემული ჩემი პასუხი ყველას ვინც მიასკდით ბიძინა ივანიშვილს თქვენ დაღუპეთ ის და ყველა დღეს ვინც ცდილობთ რომ აამოთ მას დღეს მოვისმინე ბატონი შავანაძე გიორგი მივდივარ საქართველოსდანო შეკაი ადამიანო ბატონო გიორგი ბიძინა ივანიშვილის ქებაში რო იყავი დღედაღამ და რამდენჯერმე რომ გითხარი რომ ნუ აკეთებთ ამას ვიღაცა ხო ისმენს ამას ყველაფერს ეხლა ესე იგი თქვენს ირგვლივ ვინმე მეც გეთახმები თქვენ იმ შეფასებებში რომელიც გააკეთეთ მაგრამ კი მე რატო აკეთებდით ვისაც რო აკეთებენ რო ეუნები რატო აკეთებთ ვერავინ არავის არგუმენტირებული პასუხი არ აქვს არაფერი უბრალოდ აკეთებს იმიტომ რომ იქნებ ვინმე მიუტანოს ამბავი იციან რომ იმას უყვარს ეგეთი ხალხი ვინც მას აკეთებს ჩემნაირი ხალხი ეზიზღება ძულს ჩემნაირი ხალხის ეშინიათ
მე არავის არ ვაშინებ. მე არ უღალატებ საქართველოს და არ უღალატებ ქართულ ხალხს. მე შეიძლება შევცდე, მაგრამ ეს შეგნებულად ბიძინა ავანიშვილთან რაღაც თანამდებობა მივიღო, მე ამას არ გავაკეთებ. მაშინ გაბატონ ნონასაც უთხარი. და სხვათა შორის თავიზოზე ჟვანიას, როცა მაღალი პოსტები შემომთავაზეს და მითხრეს, რომ ჩვენ სამმა კაცმა მართოთ ქვეყანაო, მიხეილ სააკაშვილმა მე და თქვენ, მე მას უთხარი, რომ გამორიცხულია, რატომ და თქვენ ახლოს რომ მიიყვათ ადამიანს, მე აფუჭებთ. შორს მდგომ ადამიანს ვერ გააფუჭებთ და მე თქვენთან რას ვარ დავდგები ახლოს. ბიძინა ივანიშვილი, ვინც ახლოს მიიყვანს ადამიანს, ყველას აფუჭებს. ყველას. იმიტომ რომ ის არის მომსმენი, ვიღაცა რომ მიუტანს ცუდ ამბავს, არც გადამოწმება იცის, არც არაფერი. ვიმეორებ, ადამიანი, რომელსაც უყვარს დამსმენი და თვითონ არის მომსმენი, საქვეყნო საქმეზე ვერ გააკეთებს. ეს არის ჭეშმარიტება, კაცობრიობის გამოცდილება. მე არ მომიგონია ეს. ბიძინა ივანიშვილს უყვარს დამსმენები. ბიძინა ივანიშვილს უყვარს კამელეონები. დამსმენის მოყვარული და კამელეონის მოყვარული საქვეყნო საქმეზე ვერ გააკეთებს. მაგრამ მე იმასაც ვამბობ, რომ ყველა ვჭირდებით ჩვენ ამ ქვეყანას, ბიძინა ივანიშვილიც, მაგრამ არა პოლიტიკაში, მიხეილ სააკაშვილიც არა ამ ამბიციებით და დღეს ბიძინა ივანიშვილს რომ ქვეყანა უყვარდეს, მართლაც მოკიდებდა ხელს, ან თუნდაც თვითონ დაწერონ, მაგრამ ერთხელ გააკეთებდა პროფესიონალთა პარლამენტს, სადაც ძირითადში იქნებიან სუფთა ხელების ადამიანები, ინტელექტუალები, ენერგიულები, გაბედულები და წესიერები. ინტელექტი, ენერგია და გაბედულება წესიერების გარეშე კატასტროფაა. წესიერება მთავარი. წესიერი კაცი არ მიგიყვანია თანამდებობაზე. მიყავს უწესო და როცა გინდა იჭერ. ვინა ამ შემთხვევაში მთავარი დამნაშავე, ვინც ეს სისტემა შექმნა. საქართველოში სისტემაა კორუმპირებული. ამ სისტემით ქვეყანა წინ ვერ წავა. ამას სჭირდება ეროვნული თანხმობის ხელისუფლება, პარლამენტი, კონცეფცია, რომელიც განვიხილოთ, ვნახოთ, დავიწყებთ ჩვენ ამ დღეებში ამ განხილვას, მაგრამ ხო ხედავთ, დრო არ დგება ამის, იმიტომ რომ ხალხი არის გადართული, ის დაიჭირეს და უხარიათ, ის დაიჭირეს, იმას ესროლეს, ის მოკლეს, იმას ის გაუკეთეს, ამას ეს კანონი გაამკაცრეს, ესე იგი ლამის ქუჩაში გავლა გახდება ხვალ შეუძლებელი. ორი ადამიანის ერთად ლაპარაკი გახდება შეუძლებელი. ყველაზე ცუდი გაგებით 1927 წელი მოდის საქართველოში, ყველაზე ცუდი გაგებით. დამსმენების ზეიმია ქვეყანაში. და ვისაც უყვარს დამსმენები, იმათი ზეიმია ქვეყანაში. ქვეყნის მომავალი არის დამსმენზეა აგებული და არც მომსმენზე. ქვეყნის მომავალი არის განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებაზე. აი ეს არის პროფესიონალთა პარლამენტი და ეს არის ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. მესმის, ძიმე საუბარი იყო. სრულ ილუსტრაცია მოხდა ამ ქვეყანაში. ოპოზიცია არის. ესე იგი, ვინც ქუჩაში დგას, ესენი არიან, ესე იგი, მართული მასონური, სოროსული ძალებისგან. მე ვამბობ, მცირე ნაწილს, თორე იქ უამრავია და ყველაზე პირველად, აი, როცა ითქვა ევროპასთან ვაჩერებთ და ქუჩაში რო ხალხი გამოვიდა, 90% იყო გულწრფელი, იყო მართალი. რატო აღარ გამოდიან ისინი? არ გამოდიან იმიტომ, რომ არ მოწონთ არც ევროპისა და ამერიკის ქვეშ ფეხკაშგვებული, რომელიც ქუჩაშია, და არც რუსეთ, ჩინეთ, არაბ და ქვეყნების წინ ფეხდართმული, როგორც ეს ხელისუფლებაა. გინდათ ქვეყანა. სხვა გზით უნდა წავიდეთ. არავისთან ჭიდაობა არ გვინდა, არავისთან ჭუბი არ გვინდა, არავისთან დაპირისპირება არ გვინდა. დაპირისპირება არ არის დიპლომატია. დიპლომატია არის თანამშრომლობის კულტურა. თანამშრომლობის კულტურა, ურთიერთმოსმენის კულტურა, ურთიერთსის ატანის კულტურა. სხვა არ არის, სხვანაირად ვერ წავა ეს ქვეყანა წინ. და ბოლოს ვამთავრებ იმით, რომ ვინცაც მოგწონთ ბიძინა ივანიშვილი, მითხარით მსოფლიოში ერთი ხელისუფალი, რომელიც აი ეს ხო 12 წელია თუ 13 წელია, მართავს პრაქტიკულად ქვეყანას. ჯერ ერთი
კულისებში რომ მიდიხარ და ეკედან მართავ კატასტროფაა, ხო? ეხლა ყველა ხო ამბობდა არ მე არ მართავ, ყველაფერი ხო აღმოჩნდა რომ ტყუილი იყო. ხო გამოვიდა და ხო თქვა რომ ესე იგი სააკაშვილი ხალხს იჭერს და ყველა სხვა არ დაიჭერთო, როგორ შეიძლება ამდენი ადამიანს დაჭერა, უიჭერ ხო თვითონ. რატომ? იმიტომ რომ კი არაფერი არ შეცვალე ამ ქვეყანაში. სააკაშვილის მართვის სტილი გააგრძელე და გააგრძელე ის პულის კეთებას, მაფიოზობას, კორუფციას, რომელიც იყო. მაგრამ ის იყო ელიტარული. სააკაშვილის დროს დამკვიდრდა ქვეყანაში ელიტარული კორუფცია. ბიძინა ამანიშვილმა ყუბში აიყვანა ელიტარული კორუფცია. და ეს არის უკვე პოლიტიკური მაფია შექმნა ქვეყანაში. პოლიტიკური მაფია, რომელიც ვერ იტანს წესიერებას. საშინელება ხდება. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყანაში. ძალიან ბევრი სხვა რაღაც ხდება ქვეყნის გარეთ, მსოფლიოში და ქვეყანა ჩარჩა და ქვეყანაში 37 წელი მოდის. მაშინ როდესაც სრულიად სხვა სიტუაციაა. მე შევადარე რამდენიმე ხნის წინ ჩეხეთში ერჩეული პრემიერ-მინისტრის სიტყვა და მოქმედებები, რომელსაც აპირებს და ბიძინა ივანიშვილის. მან თქვა კონკრეტულად, ფასები ასე არ იქნება, ხელფასები ასე არ იქნება, მაგრამ ხელისუფლების ხელფასები კი არა, ხელისუფლების ხელფასები დიდია, უნდა დამწიოდო. აქ პირიქით აკეთებენ. პირიქით. ძალიან დიდია ბიუროკრატიაო, ამდენი საზღვარი არ შეიძლება უნდა დავკეტოთო, ხალხი უნდა გაუზრა, ქვეყანა რამე. საქართველოში ყველაფერი პირიქითაა, აბსოლუტურად ყველაფერი პირიქითაა. არც ერთი ეროვნული საქმე ქვეყანაში მოქმედებაში არ არის. არც ერთი ეროვნული საქმე ქვეყანაში მოქმედებაში არ არის. ქართული მიწა იღუპება, ერთმა პიროვნებამ მითხრა, რომ სადღაც 50 თუ 60 ჰექტარზე 230,000 ლარის შხამქი მეკატი დავაყარეო. რას დაწავლეთ ქვეყანა? ესა თუ შხამქი მეკატს არ აძლევ, არ გიზღვევენ. და ძალიან ბევრმა მეწარმეებმა ვითხრა, რომ მე მინდა მოვიყვანო პროდუქტი კარგი, მაგრამ დაზღვევა არ აქვს. დაზღვევა აქვს, რომელსაც იმას პესტიციდებს და შხამქიმიკატებს ასხამენ. ეს არის ეროვნული ხელისუფლება? ეს არის ეროვნულობა? მე სხვანაირად მესმის. მე იმ ხალხთან ერთად ვარ, რომელთაც ესმით სწორედ ეროვნულობა ისე, რომ ეს არ არის ეროვნული ძალა ქვეყანას არ ყოფს. ეროვნული ძალა დაპირისპირებაში არ შედის, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ. ეროვნული ძალა აკეთებს ერთს, მთავარს, რომელიც დიდ ფილოსოფიიდან მოდის. ქვეყნის ქვაკუთხედი, ხალხი და ბრძენკაცნია. ამიტომ, როცა დაერტნობი ხალხს და მოაზროვნე ადამიანებს, მეცნიერებას, ყველა გამოყვება. თქვენ ხომ არავის არ ეკნობით, ეს არის ლაპარაკი ბრძოლა ვიღაცის წინააღმდეგ. და რომ ყავდეთ ხალხი მორჩილებაში. ძალიან ბევრმა პიროვნებამ, ძალიან კარგად იცის ქვეყანაში არაერთმა და ორმა პიროვნებამ, რომ საქართველოში, ესე იგი 800,000 თუ 700,000 ის არის დახმარებაზეა 700 თუ 800,000 კაცი. ნორმალური ხელისუფლების ხელში. ამ 700,000 კი არ იქნება, 200,000-ზე მეტი არ იქნება და დანარჩენ 500,000, 3,000 და მეტი ხელფასი იქნება ეროვნული ხელისუფლების ხელში. დღეს საქართველოს ხელისუფლებაში სხვადასხვა შტოში არის 4-ჯერ და 5-ჯერ მეტი ხალხი, ვიდრე საჭიროა. ესენი ხელფასატო იღებენ, აშინებენ. ჩვენ რო გამოვდივართ, მე ერთმა პიროვნებამ მითხრა, რომ გინდა თო თქვენო, ესე იგი, თქვა ეს პიროვნება, თქვა თემურ შაშიაშვილი გინდა, ხო ხედავთ რას ლაპარაკობს. 80% ხელისუფლებაში ვინც არისო, ესენი გასაშვებიაო. თქვენ რა გინდათ? შიგნით როზი ხართ, შიგნით დეკვალიფიკაცია ხდება თქვენი, ანუ პრაქტიკულად კარგავთ ყველაფერს, რა გირჩევნიათ, იყოთ ამათხოვრულ ხელფასი და იყოთ მონები, თუ გქონდეთ კარგი სერიოზული ხელფასი და იყოთ ჩამოქმედებითი ადამიანები. აი როგორ დაამცირეს ხალხი, როგორ დაამონეს ხალხი. საქართველოს რომ ჩვენ აი გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან ხალხი, მე გეუბნებით რომ პირდაპირ უნდა თქვას ხალხმა, რომ ამდენი ხელფასი არ არის მარცობარი,
ფული საქართველოს ბიუჯეტში 10-ჯერ მეტი უნდა იყოს და რაც არის ასე არ უნდა იხარჯებოდეს. რეალურად ხელფასებში იხარჯება და შენახვაში ამ აპარატების და რაღაცები არავითარი ეკონომიკის განვითარებაზე ფული არ იხარჯება. არაფერი აბსოლუტურად. ბიუროკრატიული გახდა ყველაფერი ამ ქვეყანაში. იმდენად ეშინია ბიძინა ივანიშვილის რომ აი ჩვენი ასეთი გამოსვლები რომ ამობთ რომ ბევრია ხალხი შესამცირებელია ამგეს ეუბნებენ ესენი არ მოუშვათ თორე თქვენ შეგამცირებენ ჩვენ არავის არ ვამცირებთ მეცნიერები არავის არ ამცირებენ მეცნიერები ამბობენ ყველა ადამიანს აქვს საშუალება რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს და ღირსეული ხელფასი მიიღოს არა ეს მათხოვრული შემწეობა და არა ეს მათხოვრული ხელფასი რეალობა არის ეს ვიმეორებ ჩემს აზრს ღმერთმა თნას მევცდებოდე ვისაც მიგაჩნიათ რომ საქართველოს მომავალი არის ოცნება ეს დიაგნოზია უკვე ვისაც მიგაჩნიათ რომ დაჭერები არის კარგი ეს დიაგნოზია ვისაც მიგაჩნიათ რომ ეს დაპირისპირება არის კარგი ეს დიაგნოზია ვისაც მიგაჩნიათ რომ ბიძინა ივანიშვილი არის კარგი ხელისუფალი ეს ორმაგი დიაგნოზია უკვე ეს სრული გაუგებრობაა დღეს ქვეყანა სჭირდება სრულად განსხვავებული მართვის სისტემა. აი ეს სისტემა შეუძლია შეიმუშაონ მხოლოდ სერიოზულმა ექსპერტებმა, ქართველმა და უცხოელმა და პირველ რიგში მეცნიერებმა. აი ეს არის მომავალი ქვეყნის. ღმერთმა ხელი მოგვიმართოს არა იმაში რომ მონებად ვექცეთ ერთმანეთს და არა იმ ვიტრაბახოთ იმით რომ ხვარი თავისუფლი, ხვარის მშვიდობა. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ადამიანების ქვეყანაში ბუნებრივად არის მშვიდობა. დღეს მშვიდობა არ არის ქვეყანაში. მშვიდობა არის იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანების სულშია მშვიდობა. ადამიანების 99% საქართველოში მცხოვრების თუ წასული ვინც არის გარეთ, მშვიდობა არ არის ადამიანების სულებში. თუ ადამიანის სულში მშვიდობა არ არის, ამ ქვეყანაში მშვიდობა არ არის. ეგ არ არის კიდე ამ სადაც ადამიანების სულში არ არის მშვიდობა, იმ ქვეყანაში პროგრესი არ არის. ბიძინა ივანიშვილმა ფულით პროგრესი გააჩერა ქვეყანაში და ფულით იყიდა უამრავი ადამიანი, მათ შორის მეცნიერი, ინტელიგენციის წარმომადგენელი და ხალხის წინააღმდეგ მომართა. ინტელიგენტი, მეცნიერი, ხელოვანი და კულტურის მოღვაწე არის ის, ვინც ხელისუფლებას კი არ იცავს ხალხისგან, არამედ ხალხს იცავს ხელისუფლებისგან. საქართველოში 80% ინტელიგენცია ვისაც ქვია დაახლოებით აი 25 წელია ხელისუფლებას იცავს ხალხისგან, მაშინ როდესაც ხალხს უნდა იცავდეს ხელისუფლებისგან. მე იმათთან ერთად ვარ, ვინც ფიქრობს, რომ ხალხს ჭირდება დაცვა ხელისუფლებისგან. ხელისუფლებას არ ჭირდება დაცვა. ხელისუფლება არის ის, რომელიც კი არ ეუფროსება, არამედ ემსახურება ხალხს. და ხალხის მომსახურე ხელისუფლება საქართველოში არ მინახავს. მეცნიერთა კონგრესმა კი იცის იგი როგორ უნდა შეიქმნას და ამიტომ საუბრობს ეროვნული თანხმობის პარლამენტზე. მაგრად ვიყოთ, ძლიერად ვიყოთ, უშიშრად ვიყოთ. ნუ ვართ შეშინებული და ნუ გახდით მხოხავები ძალიან ბევრი, რომ იქნებ ბიძინა ივანიშვილმა გამოიხედოს თქვენსკენ. ვინცაც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი აწინაურებს, ისინი არიან მონები არა ქართული ცნობიერების ადამიანები არიან ისინი თავის ქცევებით. ჩვენ სისტემა უნდა შევცვალოთ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ ამას შეძდებს საქართველოს და საქართველოს მოსახლეობა. მაგრად ვიყოთ.